შევხვდეთ თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. დავიწყოთ გაშლა პირველ რიგში, შეხვედრის ენერგია როგორი იქნება. მე ვფიქრობ, თქვენი შეხვედრის ენერგია ძალიან დადებითი იქნება და ძალიან კომფორტულად იგრძნობთ თავს, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენსა და ჩაფიქრებულ ადამიანს შორის უფრო მეტად გაიზარდოს ემოციური კავშირი და უფრო ჰარმონიული და ერთგულებით სავსე ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. რას მოიტანს ეს შეხვედრა თქვენთვის? ეს შეხვედრა თქვენთვის მოიტანს გრძნობების გაღრმავებას, თქვენი გრძნობების უფრო მეტად გამოკვეთას და ემოციურ ჭრილში განვითარებას. თქვენ შეიძლება ინტუიციურად მიხვდეთ თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი თქვენთვის და რამდენად დიდი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ამ ადამიანს. თქვენ შეიძლება მიხვდეთ, რომ ემოციურად თავს კმაყოფილად, დაფასებულად და უსაფრთხოდ გრძნობთ ამ ადამიანთან. შეიძლება იგრძნოს შეხვედრის დროს ემოციური სიმშვიდე და კომფორტი. გაფრთხილება. თქვენ ტაროს კარტი ხუთიანი პენტაკლი გაფრთხილებთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ემოციური დანაკარგისგან, რადგან ემოციურად არ გადაიწვათ, არ იგრძნოთ დანაკარგის შეგრძნება, შესაძლო იმედგაცრუება. თქვენი გაფრთხილებაა, რომ არ შექმნათ ისეთი მოლოდინები, რომლებიც შეიძლება არც კი გამართლდეს, ან არც კი იყოს მოსალოდნელი. ასე რომ ვფიქრობ, არ უნდა გააზვიადოთ თქვენი ემოციური დამოკიდებულება და თქვენი ემოციები, რაც შეიძლება ეხებოდეს მარტოობის განცდას ან ტკივილის განცდას ურთიერთობაში. რა მოხდება თუ არ შეხვდებით? თუ არ შეხვდებით ამ ადამიანს, ბედი ისევ შეგახვედრებთ მას, რაღაც კონტექსტში ან ნებისმიერ სფეროში შეიძლება ისევ გადაეყაროთ ერთმანეთს, თქვენი გზები ისევ გადაიკვეთოს სამომავლოდ, ასე რომ თქვენ გინდათ თუ არა შეხვედრა, რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ბედით მაინც ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა. და თქვენ თუ გსურთ ამ ადამიანთან შეხვედრა, ვიტყოდი, რომ დადებითი იქნება პერსპექტიულად და შეგიძლიათ შეხვდეთ. რჩევა. რჩევაში ამოგდით, რომ არ უნდა იჩქაროთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, გაანალიზოთ, რა გსურთ, გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შეხედოთ ურთიერთობას, რას მოგიტანთ რეალურად ემოციების გამო და ემოციური იმპულსურობის გამო ხვდებით თუ მართლა გსურთ ამ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა. ვფიქრობ, თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული, აწონილი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იქიდან გამომდინარე, თუ თქვენ რას გრძნობთ და როგორ გირჩევნიათ. ასეთი იყო ტაროს რჩევა.